გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მიესალმები სტუმრებს ტრადიციულად დარჩით ჩვენთან. მე კი გავაგრძელებ გაშლებს ციკლიდან სიტუაცია პროგნოზი. ნახავთ დღეს ვის ისტორიას მოგვიყვება ტარო და მინდა წინასწარ ბუდიში მოგიხადოთ თუ გარეშე ხმაური შემოიჭრა ჩემო კარგებო, საგზაო სამუშაოები მიდის. ფანჯრები კი დავხურე, მაგრამ შესაძლებელია რაღაც მინიმალურ დოზით მაინც ხმა გაიგოთ, შემაწუხებელი და გთხოვთ მოთმინება გამოიჩინოთ, შევეცდები ხმით გადავფარო საკუთარი ხმით, მაგრამ დროის სიმცირის გამო ისეთ პერიოდში მიწევს ახლა ვიდეოს ჩაწერა, რომ აი სხვანაირად ვერ მოვახერხებდი დღეს და რომ არ ჩავაგდოთ გაშლა და ვარიანტი, ამიტომ აი ამ ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიწევს მუშაობა. იმედია ძალიან არ იგნიასებენ. ნახოთ, როგორც უკვე ნახეთ დანარჩენ გაშლებში, პიროვნება, ვიზია ლაპარაკი, სიტუაცია და სიტუაციიდან გამომდინარე პროგნოზი. მაშ ასე, ვიზე გვიყვებიან დღეს ისტორიას. ძალიან რომ მიყვარს ის კარტი, ჩამომხრჩვალი არის ღმერთი ოდინის სიმბოლო, ჩემო კარგებო, რომელიც თავდაყირა ეკიდა სიცოცხლის ხეზე იგდრასილზე და აღმოაჩინა რუნები. შევეცდები კადრშიც დაგანახოთ კარტები. ძალიან საინტერესო ადამიანი, მურიგი ძალიან კარგი ადამიანი, ამის წინა ვიდეოზეც მახსოვს განსაკუთრებულად კარგ ადამიანზე იყო ლაპარაკი. ეს კიდევ უფრო რაღაცა განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ კარგი პიროვნება. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ძალიან ღრმა შინაგანი სიბრძნით, რომელსაც განსაკუთრებული ხედვა აქვს მოვლენების, ადამიანების, ზოგადად სიტუაციების და ცხოვრების, აი თითქოს სხვა კუთხიდან უყურებს სამყაროს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია უპირობო სიყვარული, რადგან აქ თავგანწირვაზეა, საკუთარი თავის ხერპლად შეწირვაზეა ლაპარაკი, როდესაც ოდინმა საკუთარი თვალი გაიმეტა იმ რუნების მოსაპოვებლად და ადამიანებისთვის ცოდნის და სიბრძნის მოსაპოვებლად ანალოგია ხდება ჩვენს ამირანთან, რომელიც მიაჯაჭვეს კავკასიონის ქედზე ღმერთებმა იმისთვის, რომ ცეცხლი გამოსტაცა, ცეცხლი ცოდნაა, სითბოა, სიბრძნეა და ასე შემდეგ. ეს რაც მინდოდა ამ პირველ კარტზე მეთქვა კომბინაციიდან პიროვნების დახასიათებისას და ნუ დანარჩენსაც რა თქმა უნდა აღვწერ ადამიანი ენერგიული წინა გაშლის მსგავსად ცეცხლის და წყლის სტიქია თითქოს დაბალანსებულია ამ ადამიანში, ძალიან გამორჩეული პიროვნებაა. სხვათა შორის არის სიახლეების მოყვარული, იღბლიანი და განსაკუთრებულად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ არის ფანტასტიურად კარგი პარტნიორი. იქნება სასიყვარულო ურთიერთობა, იქნება მეგობრობა, იქნება თანამშრომლობა, კოლექტიურობა, აი ეს ნებისმიერ სფეროს შეეხება, რაშიც ადამიანებს სჭირდებათ პარტნიორობა და კონტაქტი ერთმანეთთან. ძალიან ასე ვთქვი, კომფორტული ადამიანია სხვებისთვის. რამდენად წაადგება ხოლმე მის ცხოვრებას, ეს ცალკე თემაა, კიდე მეორე საკითხია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის კარგი მეგობარი, საურთიერთობოდ არის ძალიან კარგი ადამიანი. ალბათ შეიძლება უმრავლესობა შემთხვევაში მე თქვენზე ვსაუბრობ, თქვენი საკუთარი თავი ამოიცნოთ და არის შეიძლება შემთხვევა იყოს მისმენდეს ისეთი ადამიანი, რომელიც სხვითი არის დაინტერესებული სხვა პიროვნებით და მის აღწერილობას მიესადაგებოდეს ეს პიროვნების აღწერა. ეხლა რაც წავიკითხე. აი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია, ზედმეტად კარგიც კი და შეიძლება ზუსტად ეს ზედმეტი სიკარგე სხვების თვალში შურის მიზეზიც იყოს, ქილიკის, ჭორის, განსხვავებული ადამიანია. შეიძლება მაგალითად რაღაცა ისეთი სფეროთიც იყოს ცხოვრებაში დაკავებული, რაც ბევრისთვის ცოტა უცნაური შეიძლება იყოს, მიუღებელი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რამე ცუდს აკეთებს. უბრალოდ შეიძლება მასა ვერ უგებს და ვიღაცების თვალში შეიძლება პირიქით, ანუ შეუგნებელი, განუვითარებელი, გაუაზრებული ხალხის თვალში შეიძლება პირიქით ცუდიც კი ჩანდეს, რადგან ბრბოში არ ჯდება და მასაში არ ჯდება. მე მგონი უკვე მიხვდით ვისია ლაპარაკი და ვნახოთ ახლა რა სიტუაციაში აღმოჩნდით ჩემო კარგებო.
აქ ჩემო კარგებო, ზოგადად რო თქვა, მოკლედ და ძალიან ესეთ დეტალებში რომ არ ჩავღრმავდე, ლაპარაკია იმაზე რომ მიეცი კეისარს კეისრისა და უფალს უფლისა, ანუ ვიღაცისთვის ანგარიშ სწორებაზეა ლაპარაკი. ოღონდ ცუდი გაგებით ანგარიშ სწორებაზე არ ვამბობ. ადამიანი დადგა იმ გზაგასაყარზე, როდესაც საჭიროა დაიცვას თავისი ტერიტორია, თავისი ოჯახი, თავისი ინტერესები, გააკეთოს არჩევანი იმ ლმობიერებას, სიკეთეს და განსაკუთრებული თვისებების გამო მოთმინებასა და ოჯახის ინტერესების, საკუთარი ინტერესებს შორის. რადგან ალბათ მისგან არ ელოდებიან რაღაც გარკვეულ აგრესიულ ქმედებებს, წინააღმდეგობის გაწევას, არ ელოდებიან ესეთ აქტიურ თავდაცვას და ვიღაცეები შეიძლება ზედმეტად იჭრებიან მის სივრცეში, ან თქვენ სივრცეში, ანუ ვიზეც არის ლაპარაკი. აქ უფრო მატერიალური საფუძველი უჩანს ამ ისტორიას, შეიძლება რაღაც გასაყოფია, შეიძლება რაღაც დასათმობია, შეიძლება უსამართლოდ რაღაცას გედავებიან, შეიძლება ვალია ასაღები, თქვენი ვალი აქვთ ვიღაცას და არ გიბრუნებთ, მოკლედ რაღაცა უფრო ფინანსურ მხარეს ეხება, მატერიალურ მხარეს ეხება თქვენი ცხოვრების, ჩემო კარგებო და როგორც აქამდე სარგებლობდნენ, როგორც ჩანს თქვენი მოთმინებით და იმით რომ არ გიყვართ ადამიანებთან კონფლიქტში შესვლა, გაწონასწორებული მშვიდი ადამიანი ხართ და სულსხვაგვარად აღიქვავთ სამყაროს, ამის გამო შეიძლება თავში აუვარდათ ვიღაცეებს და არ ელოდებიან თქვენგან აქტიურ წინააღმდეგობას, როგორც თქვი. და აგრესიას არ ელოდებიან თქვენგან და აი ამ გზაგასაყარზე ხართ თითქოს, რომ აი როგორ მოიქცეთ ამ სიტუაციაში, რა ხერხს მიმართოთ, არჩევანზეა ლაპარაკი, მძიმე გადაწყვეტილებაც რო საკუთარ თავს უღალატოთ თითქოს და აი გამოходით წყობიდან და რაღაცა ისეთი ქმედება გააკეთეთ, რასაც სხვა დროს არასდროს მისცემდით თავს უფლებას, რის გაკეთებაშიცაც და პლუს ამას არჩევანი იმის, რომ აი რა ხერხით დაიცვათ თქვენი ინტერესები, ვიღაც გემტერებათ, ვიღაც გედავებათ, აი ამ სიტუაციაში ხართ ჩემო კარგებო და აი ამ გამოსავლის ძიებაში ხართ თითქოს, რომ როგორ მოიქცეთ ამ სიტუაციაში. აი აქ ისეთი ის მახსენდება რა, ეს ქართული ანდაზები ძალიან მიყვარს და მთელ მსოფლიოში ბევრჯერ მითქვია, აღნიშნია, მე ხა ქართულის გარდა კიდევ ორ ენაზე ვსაუბრობ და იმ ენებშიც ეს ანდაზები რაღაცა მცირეოდენი ინტერპრეტაციით, მცირეოდენი განსხვავებით აზრი იგივე დევს და თითქმის მთელი მსოფლიო ერთი და იგივე ანდაზებით საუბრობს. ეს არის წინაპრების გამოცდილება, ეს არის საუკუნეების სიბრძნე და ზუსტად აი ამაზეა ლაპარაკი. აქ ასეთ ანდაზას გამოვიყენებდი, გამოთქმას უпростоრად ცხარია და თუ გაცხარდა ცხარიაო და რაღაც ალბათ ესეთი სიტუაცია შეგექმნათ და ეს ცხარი თქვენ ბრძანდებით, ეს არის კარმული სიტუაცია, სადღაც მაინც გამოკვეთილად არ ჩანს, მაგრამ დასტის ძირზე ეშმაკი იყო და ვივარაუდებ, რომ რაღაცა გაკვეთილისთვის გეძლევათ ეს სიტუაცია, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი ინტერესების დაცვა ისწავლოთ და სხვებს არ გაუფრთხილდეთ ზედმეტად. თუ კი თქვენ არ გიფრთხილდებიან, რატომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენ ზედმეტად, ხო? უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ დროს, ენერგიას და ბედნიერებას და ემოციებს და ყველაფერს იმას, რაც თქვენ გეკუთვნით და გჭირდება და არა ვიღაცის კომფორტს და კეთილდღეობას. ასე რომ ჩემო კარგებო, ნახოთ ახლა პროგნოზი და რჩევა თითქმის გავაჟღერე, რომ ნამდვილად არ უნდა დათმოთ არაფრით ის, რაც თქვენია. ბრძოლა არის თქვენს და ვიღაცას შორის. ნახოთ თქვენთვის როგორ სრულდება ეს კონფლიქტური სიტუაცია, შეძლებთ თუ არა საკუთარი ინტერესების დაცვას და საკუთარი თქვათ მატერიალური სიკეთეების დაცვას. მართალია ჩემო კარგებო, სიმშვიდეზე ოცნებობთ თითქოს, აი არ გინდათ ოცნებობთ სიმშვიდეზე რატომ, რომ არ გინდათ ამ კონფლიქტში ჩართვა, ნეტ არ ყიყოს, ნეტ არ ყოფილიყო და ასე შემდეგ, მაგრამ მოგიწევთ მაინც რაღაცა უსიამოვნო მომენტების გავლას თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ვიღაცეებისთვის თითის ტაკება თვალში და იმის ჩვენება, რომ აი ეს ესეა და ესე არ არის. აი სულიერი სიმშვიდე რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა, თქვენთვის დარღვეული იქნება, მაგრამ შედეგი იქნება ისეთი, როგორც თქვენ გაწყობთ. მეტი წილი აქ ხედავ ქალბატონებზე იქნება საუბარი, ან რა თქმა უნდა, არც მამაკაცებს გამოვრიცხავ და
ეხლა კარტიდან გამომდინარე ენერგიაზეა უფრო ლაპარაკი ვიდრე სქესზე, მაგრამ მაინც ისეთ ის არის, რომ ძირითადად უფრო ქალებზე იქნება ლაპარაკი, კომბინაცია ასე მაჩვენებს. ზუსტად თქვენ როგორც გჭირდებათ და სამართლიანი როგორიც არის უფრო ამას ვიტყვი, ანუ როგორც იმსახურებთ და სამართლიანად რაც გეკუთვნით, თქვენ საკუთრებას შეინარჩუნებთ, თქვენ კუთვნილს შეინარჩუნებთ და მოიპოვებთ აი ზუსტად წყლის ცხრიანი ფიალების კომფორტის ზონას ნიშნავს, მოსვენებას ნიშნავს, მიღწევებს ნიშნავს, ადამიანს როცა შეუძლია მოეწყოს სადღაც აქ მაგალითად ზღვის ნაპირზე სანაპიროზე ზის, თავის საყვარელი ფისო და ფისო ყავს თან, აქ ფიალები, კიბოჩხალა და ასე შემდეგ, რაღაც ისეთი სასიამოვნო გარემოა და შვიდათ არის ადამიანი მიაღწია მიზანს, მართალია ბევრი შრომა და ჯაფა და ენერგია დასჭირდა ამის მიღწევაში, ბევრი ნერვებიც დახარჯა ალბათ, მაგრამ მიზანი მიღწეულია და თავს დასვენების უფლებას აძლევს. პასუხი ყველანაირად დადებითია თქვენთვის და რაღაცა პოზიციებს გაიმყარებთ აი ამ სიტუაციის გავლის შემდეგ. თქვენს პოზიციებს გაიმყარებთ და უფრო ფიალების ათიანი კიდე გვიდასტურებთ, ბედნიერების სიხარულის კარტი, უფრო კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნობთ თავს, სულს მოითქვავთ, ასე ვთქვათ, დამშვიდდებით და გააგრძელებთ ცხოვრებას ჩვეული რიტმით და უფრო უკეთესი ხარისხით. ძალიან კარგი. ეს ყველაფერი როგორც ჩანს ძალიან მალე უნდა გადაწყდეს ჰაერის რაინდის სიჩქარით მოქრის და რაღაც პრობლემებიც, რაღაცა ცნობებიც გამტყუნდება, ანუ ეს ვინც უყურებს ვიდეოს ახლა, ხო? აი ეს დღეები ხდება, ეს სიტუაცია ძალიან ახლო პერიოდში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ძალიან სწრაფად და რაღაცა ინფორმაცია შეიძლება ნაწილობრივ მიიღეთ კიდევაც უკვე, ან მიიღებთ რაღაცა ინფორმაციას და თითქოს აი ეს მოწინააღმდეგე მხარე რაღაცას გატყუებთ და აი ამ ტყუილშიც გამოიჭერთ, გამჟღავნდება ეს ყველაფერი. ასე რომ ჩემო კარგებო, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, დამთავრდება თქვენ სასიკეთოდ. თქვენთვის სასურველი შედეგით და ეს ძალიან დიდ სულიერ კმაყოფილებას მოგიტანთ და დამშვიდებით. მომავალ შეხვედრამდე.